მეორე დღეა შეფასებების თემა გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერსა და ყოფილი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის გამართული დახურული შეხვედრა, რომლის შესახებაც ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა. დახურული შეხვედრის შემდეგ მხარებს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მედიაში გავრცელებული კადრები, რომელიც ასახავს, როგორ დატოვა ნინო ლომჯარიამ ელჩის კუთვნილი ავტომობილით საელჩოს ტერიტორიამ, მმართველი გუნდისთვის დასკვნების გაკეთების საბაბი გახდა. თავარი პრობლემა ქართველი ხალხის არა ნინო ლომჯარი. არა სამოქალაქო საზოგადოება არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. პასუხისგებლობა უკუსვლაზე, დემოკრატიის განადგურებაზე, ევროკავშირის მხრიდან გადახვევაზე არის ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, არა ნინო ლომჯარია და არა დემოკრატიული ოპოზიცია. ლომჯარიამ თავიდანვე მალვა და ფარულობა აირჩია ელჩთან ერთად, იმიტომ რომ მათ ნამდვილად აქვს დასამალი. რომ მათი ზრახები საზოგადოების არის მიუღებელი, ამიტომ ისინი მალვას ირჩევენ და ამ მალვაში მათ სურთ რომ უბედურებაში გახვიონ ქვეყანაც, საზოგადოებაც და სწორედ ამ ფონზე ნახონ საკუთარი პოლიტიკური სარგებელი. ეს მათ ბევრჯერ სცადეს და არც ერთხელ არ გამოვიდათ ის რომ ამჯერადაც ფუჭი იქნება მათი ამდაგვარი მცდელობა. ფიცი წავს ბოლო მაკვირვებს, როცა ისინი თითქოს და ქვეყანას არ უბიძგებენ დესტრუქცია ომისაკენ და წამოსდებათ ხოლმე არც თუ ისე იშვიათად რომ მათ ურჩევნიათ ბომბები ციოდეს საქართველოში და ამ ფონზე ნახონ საკუთარი პოლიტიკური სარგებელი. ნინო ლომჯარია ზოგადად კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ეს მდიდარი NGO-ები ხომ? რა თქმა უნდა, ისინი მუშაობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხი დაისაჯოს და ვიზა შეუჩერდეს, უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს საქართველოს მოსახლეობას, ვინაიდან ისინი არიან ბოლომდე გამარგინალებულები, განულებულები და შესაბამისად ფიქრობენ, რომ თუ ევრობიუროკრატებს ამ ნაბიჯს გადაადგმევინებენ, მაგ შემთხვევაში რაღაცა აჟიოტაჟის შემოტანა საზოგადოებაში იქნება უფრო მარტივი. და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ისიც ადასტურებს თუ როგორ მოიქცა გერმანიის საელჩო ამ შემთხვევაში რაღაცა შტირლიცი გეგონებოდათ, ნინო ლომჯარია გამოაპარეს ელჩის მანქანი, უნდათ რომ ეს ყველაფერი მიეჩქმალათ და კი ბატონო ისეთ სურდათ რომ ნინო ლომჯარია იქიდან ისე გაეკროთ, თითქოს იმ შეხვედრაზე არ იმყოფებოდა და იმასაც შევახსენებ საზოგადოებას რომ დაახლოებით 1 კვირის წინ ქალბატონი კაპიტანი გიგაურიც ანალოგიურად იმყოფებოდა ელჩთან, გერმანიის ელჩთან, ის შეხვედრაც იყო რაღაცა ფარულად ჩატარებული.